კოლეგებო, ვაგრძელებთ სხდომას. მე მინდა ბატონ თენგის თხოვნ, ვინაიდან ბიუროზე ვარ ჩასასვლელი, ბატონ თენგიზი გაუძღვევა სხდომას. მოგზაურობთ ბატონ თენგიზ. დიდი მადლობა და გოდიში. ხოთ. პარლამენტის პარლამენტის წევრებო, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი თავდაცვის კოდექსის ფარგლებში ამოქმედებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობა და მისი წარმატებული შედეგები. ეს არის სარეზერვო სისტემის გაძლიერებასა და ახალგაზრდების რეალურ საბრძოლო მომზადებაზე ორიენტირებული რეფორმა, რომელიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას და რომელიც თქვენი პარლამენტის ძლიერი მხარდაჭერით განხორციელდა. იცით, რომ თავდაცვის კოდექსის შესაბამისად 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის ფარგლებში გაუქმდა გაწვევის არსებული სისტემა და ძალაში შევიდა როგორც წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევის ახალი წესი, ასევე სამსახურის პირობები. რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდა მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები. ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო და შეიქმნა გაწვევის ელექტრონული პროგრამა. ძველი სისტემით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ახორციელებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ამ პროცესში ჩართულები არ იყვნენ სამხედროები. თავდაცვის კოდექსის ამოქმედების შემდეგ 2024 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო. კერძოდ მის სტრუქტურაში ახლად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. გაწვევის ორგანიზებულად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით სააგენტო ჩამოყალიბებიდან მალევე დაკომპლექტდა კვალიფიციური ოფიცრებითა და სერჟანტებით. შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტში აღნიშნულ პროცესს უკვე სამხედრო მოსამსახურეები ხელმძღვანელობენ. სააგენტო ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე დაკომპლექტდა ახალი ავტოტექნიკით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. უმოკლეს დროში ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში იგეგმება გაწვევის სამსახურების ახალი ოფისების გახსნა. 2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო 1 იანვრიდან და დასრულდება 30 ნოემბერს. გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაავადების ან გათავისუფლების საფუძველი. გასულ წლებში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს წვევამდელები გადიოდნენ სხვადასხვა ძალოვანი უწყებების შემადგენლობაში. მიმდინარე რეფორმის შედეგად 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელები სამხედრო სამსახურს გადიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, ხოლო მათი შერჩევა ამ სამსახურისათვის ხორციელდება სპეციალურად აღნიშნული რეფორმის ფარგლებში შექმნილი ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით. შემთხვევითი შერჩევის პრინციპი, რომელიც ამ ელექტრონულ სისტემას საფუძველზე ხორციელდება, განაპირობებს სამართლიან მიდგომას. ეს მოდელი აღებული არის ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებიდან და პრაქტიკულად გამორიცხავს ადამიანის სუბიექტურ ჩარევას გაწვევის პროცესში და რა თქმა უნდა ეს თავისთავად თანაბარ პირობებს ქმნის წვევამდებლებისათვის. ჩვენი რეფორმის ინსტიტუციური მიზნები, ნაკლოვანი სისტემის დახვეწა და რეზერვის გაძლიერება. განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ასევე ხელი შეუწყო ზოგიერთი პირის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მავნე პრაქტიკის შეცვლას და ვეღარ ხორციელდება ისეთი არაკეთილსინდისიერი გზით გადავადების მიღება, როგორც იყო ეგრეთ წოდებული მღვდელმსახურის სტატუსი, რომელიც გამოიყენებოდა არაერთი ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების მიერ საკუთარი კეთილდღეობის მიზნით.
ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლა 2025 წლიდან მხოლოდ თავდაცვის სისტემაში არის შესაძლებელი. ახალწვეულები სამსახურის პერიოდში სრულად დაკავდებიან სამხედრო საქმით, გაივლიან სრულყოფილ საბრძოლო მომზადებას, რაც მოიცავს როგორც სამხედრო წვრთნებს, ასევე თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. შესაბამისად, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ქვეყნის სამხედრო რეზერვს შეემატება ერთი სტანდარტით მომზადებული მოქალაქეები, რაც დაეხმარება თავდაცვის ძალებს საომავლოდ დასახული ბიზნესისა და ამოცანების შესრულებაში და განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას. საქართველოს თავდაცვის უნარიანობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამობილიზაციო რეზერვის სისტემა. სამობილიზაციო რეზერვი შედგება მაღალი მზადყოფნის და ზოგადი სამობილიზაციო რეზერვისაგან. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტება შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის, ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით. სწორედ მაღალი მზადყოფნის რეზერვში ჩაირიცხებიან პირები, რომლებსაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური აქვთ გავლილი და თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, შემდგომი 10 წლის განმავლობაში გაივლიან რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამას არაუმეტეს 15 დღისა წელიწადში. პროგრამა შესაძლებლობას მისცემს რეზერვისტებს შეინარჩუნონ სამხედრო უნარჩვევები და საჭირო დროს შეძლონ ისეთი ამოცანების შესრულება, როგორიცაა კრიზისების დროს მოკლე დროში რეაგირება, ამავდროულად უზრუნველყოფს ქვეყნის სამხედრო ძალების მომზადებული პერსონალით გაძლიერებასა და შევსებას. დასახული მიზნების შესასრულებლად შეიცვალა წვევამდელთა სამხედრო სამსახურის სახეები და სამსახურის პერიოდი. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს ვადა აღარ არის 12 თვე, წვევამდელთა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შესაძლებელია იმსახურონ 6, 8 და 11 თვის ვადით. 6 თვის ვადით სამხედრო სამსახურის გავლა ხდება საბრძოლო ქვედანაყოფებში, ასეთი სახის სამსახურში საბრძოლო მომზადების ინტენსივობა გაცილებით უფრო მაღალია, ხოლო სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 8 თვის ვადით სამხედრო სამსახურის გავლა ხდება საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში, სადაც საბაზისო საწყისის საბრძოლო მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები თავის მოვალეობას ასრულებენ 3 დღეში ერთხელ სამსახურის პრინციპით. გაწვეული მოსამსახურეების ქვედანაყოფში ჩარიცხვა ხდება ტერიტორიული პრინციპის მაქსიმალური დაცვით, რათა დასვენების უფლების გამოყენების დროს სამხედრო მოსამსახურემ მარტივად შეძლოს საკუთარ სახლამდე და უკან გზავრობა. 11 თვის ვადით სამსახურისათვის შერჩევა და დაკომპლექტება ხდება მხოლოდ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდებლებისაგან. შერჩეული წვევამდებლები იმსახურებენ საბრძოლო ქვედანაყოფში ოფიცრის ან სერჟანტის უმცროს სამეთაურო ან საშტაბო თანამდებობაზე და გამოცდილი ინსტრუქტორების მხარდაჭერით უხელმძღვანელებენ 6 თვის ვადით გაწვეულ რიგით და შემადგენლობას. 11 თვიანი სამსახური ძირითადად სტუდენტებისა და უკვე უმაღლესი განათლების მქონე პირებისთვის არის ხელსაყრელი, რადგან სამსახურის დასრულების შემდეგ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი ლეიტენანტის ან სერჟანტის სამხედრო წოდებით ჩაირიცხებიან რეზერვში, ამასთანავე სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლის საფასური. ზემოთ ჩამოთვლილი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეები იძლევა იმ საშუალებას, რომ გაწვევის სისტემა იყოს მაქსიმალურად მოქნილი, ხოლო გაწვევის ასაკის მქონე მოქალაქეებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათთვის მისაღები სამსახურის ფორმა. რეფორმის პარაგრაფში მნიშვნელოვნად გაიზარდა ანაზღაურება, წახალის და სამსახურის ნებაყოფლობითი გავლა და არსებითად გაუმჯობესდა სამსახურის პირობები. წინა წლებთან შედარებით საგრძნობოდ არის გაზრდილი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურეების ანაზღაურებაც, რაც 6 თვის ვადით სამსახურისათვის შეადგენს 765 ლარს ყოველთვიურად, 8 თვის ვადით სამსახურისათვის 635 ლარს, ხოლო 11 თვის ვადით სამსახურისათვის 1275 ლარიდან 1530 ლარამდე. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ 50 ლარი გახდა დანაზაურება. ამასთანავე გამოძახებამდე ნებაყოფლობით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლის დაფიქსირების და შემდგომ ჩარიცხვის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურედ ზემოთ დასახელებულ ხელფასზე ბონუსის სახით დაემატება 30%. ნებაყოფლობით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ელექტრონულ გვერდზე, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით არის შექმნილი.
გარდა გაზრდილი ანაზღაურებისა, თავდაცვის სამინისტრო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, აღჭურვილობით, კვებით, სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის მაღალი დონის სამედიცინო დაზღვევით. აღსანიშნავია, რომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების და საკონტრაქტო პროფესიულ სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან იდენტური პირობებით. მინდა გითხრათ, რომ რეფორმის დასაწყისი მოსალოდნელზე წარმატებული აღმოჩნდა და უკვე მკაფიოდ ჩანს მნიშვნელოვანი შედეგები. უწყება პროაქტიულ რეჟიმში აქტიურად მუშაობს, რომ დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს. განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომელსაც იმედით და ფრთხილი ოპტიმიზმით ვეკიდებოდით, მოსალოდნელზე დიდი აქტიურობა გამოიწვია წვევამდელებს შორის. რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე 2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეების თითქმის ნახევარი ნებაყოფლობით დარეგისტრირებული მოქალაქეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა დავეთანხმებთ. ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს რიგებში ერთიანდებიან მოტივირებული საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნის მსურველი ახალგაზრდები, რომლებიც სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ გადაინაცვლებენ რეზერვში და საჭიროების შემთხვევაში მაღალ დონეზე შეძლებენ შეასრულონ მათთვის მიცემული დავალებები. მეორეს მხრივ, თავდაცვის სამინისტრო უახლოვდება თავის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახური გახადოს იმდენად მიმზიდველი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომ მისი დაკომპლექტება სრულად განხორციელდეს ნებაყოფლობითი პრინციპით, ისევე როგორც ბევრ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაშია. 2025 წლის გაწვევის დაწყებიდან 8 თვის შემდეგაც ყოველდღიურ რეჟიმში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირების მსურველების მზარდი დინამიკა ნარჩუნდება, რაც განპირობებულია რიგი ფაქტორებით, კერძოდ ყველა მუნიციპალიტეტში გაწვევის სამსახურების სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად კომუნიკაციაში არიან საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან, ორგანიზდება და ტარდება შეხვედრები სოფლებში, ქალაქებში, საჯარო სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში. ღია კარის დღეების პრინციპით ხდება უკვე გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების მშობლების მოწვევა სამხედრო ნაწილებში და მათთვის გაცნობა თუ როგორ პირობებში მსახურობენ მათი შვილები, როგორაა მოწყობილი ინფრასტრუქტურა, სად ცხოვრობენ, როგორ იკვებებიან და საჭიროების შემთხვევაში სად იღებენ სამედიცინო მომსახურებას. გარდა ამისა, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მიერ წესად დამკვიდრდა ნებაყოფლობით გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის მადლობის წერილების დაგზავნა და მათთან სტუმრობა ოჯახებში, რამაც ასევე დადებითი გავლენა იქონია სამხედრო და ახალწოლთა ოჯახის წევრების ურთიერთობებზე. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ საქმიანობისა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მოქალაქეების დადებითი განწყობების ჩამოსაყალიბებლად და უნდა აღინიშნოს, რომ მათი ამ მხრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის ნდობა აშკარად გაზრდილია. დღის მდგომარეობით უკვე განხორციელდა საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისათვის წვევამდელების გაწვევის 3 ეტაპი, ხოლო საბრძოლო ქვედანაყოფებში გაწვევის 1 ეტაპი. ყველა ეტაპზე გაწვევის გეგმა შესრულდა სრულად. მნიშვნელოვანია და ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე ჩარიცხულმა სამხედრო მოსამსახურეებმა თავი გამოავლინეს როგორც მაღალი მოტივაციის და პასუხისგებლიანმა მოქალაქეებმა, რომლებიც მზად არიან ემსახურონ საკუთარ სამშობლოს. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპისათვის უკვე განხორციელებულმა ცვლილებებმა გაამართლა, რისი დასტურია ის ფაქტის, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისათვის 2025 წლის გაწვევის გეგმა შესრულდება სრულად 100%-ით. ეს ბოლო წლებში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს პოლკოვნიკ ირაკლი ჭითანავას, სააგენტოს პირად შემადგენლობას, როგორც სამხედროებს, ასევე სამოქალაქო პირებს, რომელთა დაუღალავი შრომით და ენთუზიაზმით ხორციელდება წარმატებით ეს რეფორმა. საერთო ჯამში აღნიშნული რეფორმა ემსახურება მეტი მოტივირებული, მომზადებული, სამშობლოზე მზრუნველი ახალგაზრდის მომზადებას, რაც თავის მხრივ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას განაპირობებს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მზად ვარ უპასუხო კითხვებს. მოგესალმებით ბატონო გრიგო, მივესალმებით ჩვენ საამაყო სამხედროებს.
ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. ადამიანი, როდესაც დაასრულებს უმაღლეს დაწესებულებაში სწავლა-განათლების მიღებას და წავა თუნდაც 6 თვიანი მომზადების კურსს გაივლის. და აქვს უკვე მაღალ ანაზღაურებადი, ან პრინციპი შეიძლება ითქვას, ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე ვთავაზობთ ჩვენ ამ 6 თვიან კურსზე თქვენ 700-800 ლარამდე ბრძანეთ. არ შეიძლება შევქნათ ამ ადამიანებისთვის ისეთი სისტემა რამენაირად, რომ იმ კომპანიებს კერძო იქნება თუ საჯარო უწყებები დავავალდებულოთ, რომ 6 თვის შემდეგ ეს ადამიანები რომ დაბრუნდებიან, ისევ შეუნარჩუნდეთ სამუშაო ადგილები. იმიტომ რომ მე რამდენიმე დღის წინ მომართა ერთ-ერთმა მოქალაქემ 23-24 წლის ბიჭი იყო და დამისვა ეს შეკითხვა ზუსტად რომ კონკრეტულად მითხრა რომ მაქვს 2000 ლარიანი სამსახური და ეხლა მიწევს ჯარში წასვლა და იქიდან რომ დავბრუნდები ამ 800 ლარიან ანაზღაურებადი საცვლელი პროგრამის დასრულების შემდეგ მე სამსახურს ამ 6 თვეშია მე არავინ არ შემინარჩუნებსო და იქნებ რაღაცა ამასთან დაკავშირებით გემსჯელათო და თქვენი მოსაზრება თუ გაქვთ რამე ან იქნებ გვეფიქრა ამ საკითხზე. დიახ, თავდაცვის კოდექსი იძლევა საშუალებას და ჩვენ ბევრი ბრძოლობა ქონდა, როდესაც კოდექსის განხილვები მიმდინარეობდა პარლამენტში, რომ კერძო ორგანიზაციაში დასაქმების შემთხვევაში კანონი ავალდებულებს დამსაქმებელს, რომ შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი. შესაბამისად, როდესაც დაბრუნდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, დამსაქმებელი ვალდებულია ის დააბრუნოს შესაბამისი ანაზღაურებით ბუნებრივია. რაც შეეხება საჯარო სამსახურს, საჯარო სამსახურში მას უნარჩუნდება, ნაწილობრივად უნარჩუნდება როგორც სამუშაო ადგილი, ასევე ხელფასი, იმ შემთხვევაში თუ ხელფასი მაღალი არის, რომელი ხელფასი უფრო მაღალია ჯარში თუ მის სამსახურში, შესაბამისად ის ხელფასი უნარჩუნდება, ასე რომ ინფორმაციისთვის, საზოგადოებისათვის ეს ასე ვთქვათ, საკითხი გადაწყვეტილი არის, ანუ სამუშაო ადგილს ადამიანი არ კარგავს, თუ კი ის ჯარში იქნება გაწვეული. კანონი ავალდებულებს დამსაქმებელს შეუნარჩუნოს მას პოზიცია. დიდი მადლობა ბატონო გრიგოლ. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის. მე მინდა ბატონ ოფიცრებს მადლობა უთხრა. ნამყოფი ვართ თქვენთან და გვინახავს ჩვენი თვალი და მართლაც უმაღლეს დონეზე გაქვთ ეს მოწყობილი და ესე იგი ორგანიზებული და მე მიხარია რომ თავდაცვის სამინისტრო ასე გამართულად მუშაობს და შეუძლებელია რომ პატვის არცემდე და არ გიხაროდეს. დიდი მადლობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია, სხდომას დახურულად ვაცხადებ.